გამარჯობათ, ეს არის მილენიალი, მე კი ნუკლი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენ საინტერესო სტუმარი ხავს ბატონი დავით კობერიძე, აღმოსავლეთ ცოდნე. და დღეს ვისაუბრებთ საინტერესო საკითხებზე. პირველ რიგში ვისაუბრებთ არსებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზეც და იმაზე თუ როგორი პოლიტიკური, მოდი ესე ვთქვათ, იდეოლოგია ან თუნდაც თეოლოგია, პოლიტიკური თეოლოგიასაც უწოდებენ ამას, უდევს ამ ყველაფერს საფუძვლად, იმიტომ რომ ეს არ არის დასავლეთი, ეს არის აღმოსავლეთი. აღმოსავლეთში მაინც ყველანაირი იდეოლოგიური სისტემა ცოტა სპეციფიურია და ცოტა განსხვავებულია დასავლური პოლიტიკური სისტემებისგან და ჩვენ ხედავთ მოძლიერებას აი ამ ისლამისტური ძალების როგორც ეხა სირიაში ფაქტია. ჩვენ ხედავთ რომ ირანსაც აქვს საკუთარი პოლიტიკური დოქტრინა, რომელიც რელიგიაზეა აგებული, რომელიც განსხვავებული იყო შაჰის დროიდან პოლიტიკური დოქტრინისგან და ჩვენ ხედავთ რომ აქ აი რელიგიური ფაქტორები და რელიგიური იდეოლოგიური ფაქტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მოდი დავიწყოთ ამაზე საუბრით და მე გადავიდეთ უშუალოდ მიმდინარე მოვლენებზე. ზოგადად რა არის ისლამური პოლიტიკური დოქტრინა, პოლიტიკური იდეოლოგია? კი ბატონო. მივესალმოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს და დაუდასტუროთ ჩვენი პატივისცემა და პატივისცემა თქვენ რომ დაინტერესებული ხართ ამ საკითხებით, რომელზეც მე ვმუშაობ და ამდენად ჩემგან პირადად დიდი მადლობა თქვენ. ეხლა რა არის ისლამური პოლიტიკური დოქტრინა? პირდაპირ უნდა ითქვას, ჩვენ ღიად ვსაუბრობთ, ხო? იმიტომ რომ როგორც ჩვენ წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ და მე მოგახსენეთ ჩემი ერთი ძალიან კარგი მასწავლებლის შესავალი ისტორიის, ახლო აღმოსავლეთის ისტორიის კურსისა, ის ასე გვასწავლიდა. ისტორია არის ზუსტი მეცნიერება. ბევრი არ დაეთანხმება ამას, მესმის, მაგრამ მოდით მივყვეთ ამ დებულებას, რომ ისტორია, რომელიც არაზუსტად არის გადმოცემული, ის ისტორია აღარ არის, უკვე სხვა რაღაცა არის, მე ესე მიმაჩნია. ამიტომ ისტორიკოსი, როდესაც საუბრობს ისტორიულ მოვლენებზე, ის ვალდებულია იყოს ზუსტი და თანამიმდევრული. ყოველ შემთხვევაში უნდა ცდილობდეს, შეიძლება მას ინფორმაცია არ ქონდეს, რომ ზუსტად იმსჯელოს, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ ის რეკონსტრუქციის დროს რა თქმა უნდა, მაგრამ ის ამბავი, რომ ისტორიკოსმა იცის სიმართლე და არ საუბრობს სიმართლეს და საუბრობს ტყუილს, ეს უკვე არც ისტორია და საერთოდ არაფერი არ არის, ეს პროფანაცია და თანამედროვე პოლიტიკური პროცესს როერგება. ამიტომ მოდით ჩვენ მივყვეთ ჩვენს ტრადიციას და ვისაუბროთ სიმართლეს. ისლამი პოლიტიკის გარეშე არ არსებობს, უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ მე არ ვემხრობი მოსაზრებას, რომ არსებობს ისლამი და არსებობს ისლამიზმი, ისლამისტები, ქრისტიანისტები არსებობენ, წარმოუდგენელი ტერმინი ქრისტიანისტი. არსებობს ქრისტიანი, არსებობს მუსლიმი. ეს მოდი დასავლური ხედვა ალბათ, ხო? რომ უნდა რომ გაიგო რაღაც დასავლური თვალებით დაიყო ეგ ის. ხო. ეს არის რაღაც პოლიტკორექტულობის თემა უფრო. აი პრეზიდენტმა ერდოღანმა, თურქეთის პრეზიდენტმა თქვა ყველაზე კარგად. როდესაც მას ყელში ამოუყვანეს ტერმინი ზომიერი ისლამი, რაღაც რადიკალური ისლამი და ვიცით რას გეტყვითო? არ არსებობს ზომიერი ისლამი და რადიკალური ისლამი. ისლამი არის ისლამი. ისლამის ის მიმდინარეობა, რომელიც ასწდება ყურანს, ის უკვე ისლამი აღარ არის. ის უკვე სხვა რაღაცა არის საერთოდ და ისლამთან კავშირი არ აქვს. ამიტომ მოდით შევთანხმდით რაღაცნაირად ბჭყალებში, რა თქმა უნდა, რომ ისლამი არის ისლამი. ბოლო დროს, სხვა შორის მუსლიმურ ქვეყნებში, რა თქმა უნდა, არამუსლიმურ ქვეყნებში ამაზე საუბარს ვერ დაიწყებენ. განსაკუთრებით ეგვიპტეში არის საუბარი იმაზე, რომ ისლამი საჭიროებს რეფორმაციას. ისლამი უნდა რაღაცნაირად უნდა შეიცვალოს და რაღაცნაირად უნდა შერბილდეს ესეთი ბჭყალებში ესეთი. მაგრამ აი პრეზიდენტ სისის, ეგვიპტის პრეზიდენტ სისის ჰქონდა ესეთი ინიციატივა და ის რაღაც მინელდა ის ტენდენცია. რომ ისლამი უნდა შერბილდეს რაღაც რეფორმას საჭიროს. რისი რეფორმაა საჭირო? ვთქვათ, მუსლიმები დღეში 5 ჯერ ლოცულობენ, 4 ჯერ უნდა ილოცონ, თუ 6 ჯერ უნდა ილოცონ, რამდენიც უნდა იმდენი ილოცონ, რა პრობლემაა? არანაირი პრობლემა, სხვაჩვენს ყურანში სულ აწერია, რომ 5 ჯერ უნდა ილოცონ. საერთოდ არ წერია, არც 4 ჯერ წერია.
ალბათ უფრო რაღაც მორალურ საკითხებთან დაკავშირებით როგორიცაა მაგალითად იქ მონობის საკითხი არის ერთი მომენტი, იქ არის კიდე რაღაც საკითხები არის, რაც თანამედროვეობასთან ცოტა მოდის კონფლიქტში. თუ ეს იგულისხმება, ამის რეფორმირება და შეცვლა არის აბსოლუტურად შეუძლებელი, ხო? მაშინ ყურანიდან ძალიან ბევრი რამ არის ამოსაღები და გადასაგდები, რაზეც მუსლიმები არ დათანხმდებიან უბრალოდ და მართლები იქნებიან, ტყუანი იქნებიან, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეს უკვე ისლამი აღარ იქნება. ყურანს თუ მოაკლებ რაიმეს, ან თუ დაუმატებ ახლა, ის უკვე ყურანი აღარ არის. ან სუნიტებისთვის იმ ჰადისების კრებულებს, რომელიც მათ აქვთ და სწორ ჰადისებს უწოდებენ, ამას თუ მოაკლდება რამე და ან მოემატება, დღეს რა დროს მომატებაზე ლაპარაკი, თუ დაждდება ვინმე მუსლიმი მეცნიერი და ახალ ჰადისებს დაწერს. მათინება. მაგრამ ის რაც დღეს არსებობს, ეს არის ისლამი, რომელიც გაწერილია და ყველასთვის ცნობილი, ყველასთვის გულისხმობს სპეციალისტებისთვის, დაინტერესებული ადამიანებისთვის. ასე რომ ის მოსაზრება, რომ არსებობს ისლამი, რაღაც სასულიერო რელიგიური დოქტრინა და არსებობს პოლიტიკური დოქტრინა, ეს არის აბსოლუტურად მცდარი შეხედულება. ისლამი და პოლიტიკა არის განუყოფელი. უფრო მეცაც გეტყვით, არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ სახეზე გვაქვს დღეს სუნიტური პოლიტიკური ისლამი და შიიტური პოლიტიკური ისლამი. არც ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ შიიტებს თავისი დამოკიდებულება აქვს ზოგადად ისლამთან და აქედან გამომდინარე მუშაობენ ისინი პოლიტიკაში, რომელიც არანაირ განსხვავებას არ ნიშნავს ზოგადად შიისთან. აი მაგალითად ირანის მაგალითზე თუ იმშელებთ, რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური სისტემაა და სასულიერო ლიდერები ირანის ახლა ჩარეულები არიან პოლიტიკაში, ჩარეულები კი არა, ირანის მთელი პოლიტიკა მათ ხელშია, ხო? რაც შაჰის დროს ნამდვილად არ იყო ასე პირიქით, მათ თავისი ადგილი ჰქონდათ მიჩენილი და იცოდნენ თავისი ადგილი. ხანდახან ეს ადგილი საპატიმრო დაწესებულებებსაც გულისხმობდა. ხანდახან საზღვარგარეთ გაყრასაც გულისხმობდა, ისე როგორც აიათოლა ხომეინისთან დაკავშირებით ჰქონდა საქმე, ხო? მაგრამ 1979 წლის მერე შეიცვალა ყველაფერი აბსოლუტურად და მე ვთვლი, რომ თანამედროვე სოფლიოში ძალიან ბევრი რამ რომ არის ისე, როგორც არის, ეს 1979 წელს უკავშირდება და ირანის ეგრეთ წოდებულ ისლამურ რევოლუციას. ამას მოყვა შემდეგ ავღანეთის ამბები, საბჭოთა კავშირის შეჭრა ავღანეთში. ავღანეთში საბჭოთა ექსპანსიას რა მოყვა? ძალიან კარგად ვიცით. იქ ძალიან სერიოზული დაპირისპირება იყო არა მხოლოდ ავღანელებთან, არამედ გარე ძალებთან, ხო? მე შვენივრად მახსოვს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საქართველოშიც კი აგროვებდნენ პროფესიონალ არაბისტებს და უნდათ მათი წაყვანა და არ ვიცი, ზოგი ალბათ წაიყვანეს კიდეც იქ სამსახურისთვის შეერაღებულ ძალებში, იმიტომ რომ არაერთი არაბული ქვეყნიდან მეომარი მოხალისეები იბრძოდნენ იქ და ხანდახან ტყვეთ ვარდებოდნენ, ერთხელ ვკითხებდნენ სამხედრო კომისარიატში, აი რა გინდათ, ჩემგან რატო გინდათ რომ წამიყვანოთ ავღანეთში? მე არ ვიცი, მე არც ფარსი, არც ურდუა. არაბული ხო იცითო? ვიცით რომ იცითო. მე რა გინდათ ეს არაბული ავღანეთში? იქ ტყვერო ჩაგვივარდება იორდანელი ან ვიღაც საუდის არაბეთიდან. იმას დაკითხო ხო უნდა დაგვეხმაროთო და მე სულაც არ მინდოდა ამ საქმეში მათი დახმარება. მიყვეთ ისევ თემას, საბჭოთა კავშირის შეჭრას იქ მოყვა სხვა ძალების არანაკლები სერიოზული მუშაობა ავღანეთში, მხარდაჭერა ისეთი ძალების, რომელთა მხარდაჭერა არაფრით არ ღირდა და არ შეიძლებოდა და ეს მერე ბევრი წლის მერე მიხვდნენ ისინი, მაგრამ უკვე გვიანი იყო, მე გულისხმობ ალ-ყაიდას შექმნას და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების შექმნას, რომლებიც ფინანსდებოდნენ, იარაღდებოდნენ, იწვრთნდებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ და ამას არავინ არ უარყოფს, ხო მართალია. თავიდან ძალიან კარგი ურთიერთობა იყო მათ შორის ისეთი იატაკქვეშა მიმდინარეობებში და შეერაღებას და დაფინანსების დიდ ნაწილს ამერიკის შეერთებული შტატებიდან იღებდნენ. აი ეს არის კიდევ ერთი მაგალითი და დასტური იმისა, რომ ტერორისტებთან თანამშრომლობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. არც ერთ დაჯგუფებასთან, რომელსაც არსენალში აქვს ტერორისტული მეთოდები, მათთან კონტაქტი არ შეიძლება უბრალოდ. არათუ მათი წვრთნა, მათი შეიარაღება, დაფინანსება და მხარდაჭერა, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან, როგორც წესი
ძალიან მალე ისინი კონტროლის ქვეშიდან გამოდიან და უტრიალდებიან იარაღით და ამ თავისი საბრძოლო გამოცდილებით იმ ძალებს, ვინც ისინი შეერაღა. აი ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითად 2001 წელი ძალიან დიდ წილად არამთლიანად, რა თქმა უნდა, მაგრამ მომზადებული და განხორციელებული იყო ალ-კაიდას მიერ. ამას მოყვა შემდეგ ის მოვლენები, რაც დღემდე მოყვება ახლო აღმოსავლეთს, ხო, შეჭრა ავღანეთში და ერაყში, რა თქმა უნდა და მთელი აქედან ჯაჭვი გაიბა ყველაფერს. ბატონ დავით, რო დაუბრუნდეთ აი პოლიტიკური ტერმინებზე შევთანხმდით, არ არის პოლიტიკური ისლამის საკითხი. ისლამის მოდი იდეოლოგიას. არსებობს შიიტური ნაწილი და არსებობს სუნიტური ნაწილი. მე რამდენადაც ვიცი, ამდენ სწორად ვიცი, გეკითხები, აი ეს შეკითხვა არის. შიიტებში მთავარი არის, ესე ვთქვათ, კლერიკალები. იმ დროს, როდესაც სუნიტებში ესე არ არის. თათ კლერიკალების მართლობას არ გულისხმობს ეს პოლიტიკური დოქტრინა. გულისხმობს, რომ აი თემი, ესე იგი თემა უნდა მართოს, ხო, როგორც პირველი ხალიფების დროს იყო, ხო? მართლა ესეა თუ რაღაც განსხვავებული არის? არა, ესე ნამდვილად არ არის. რა თქმა უნდა, ისე როგორც სხვა ბევრ იდეოლოგიას, მასაც აქვს პრეტენზია სხვა ძალების დასანახად, რომ იქ რაღაც თემი მართავს, თემი ირჩევს და ასე შემდეგ. ისლამში სასულიერო და საერო ხელისუფლება არის განუყოფელი. აბსოლუტურად განუყოფელი. ესეა სუნიტებთან, ესეა შიიტებთან. ხალიფები იყვნენ პრაქტიკულად სახალიფოს, პრაქტიკულადაც და თეორიულადაც. სახალიფოს მმართველები, ასევე სულიერი ლიდერები, ისინი იყვნენ მუჰამედის მოადგილეები. სულიერი ლიდერები მართავდნენ სახელმწიფოს. პირველი 4 მართლმორწმუნე ხალიფა, როგორც ისინი უწოდებენ, შემდეგ დინასტიები, ომაელთა, აბასელთა და ასე შემდეგ. ისინი იყვნენ როგორც საერო, ისე სასულიერო მმართველები იმ ქვეყნების, სადაც კი იყვნენ ისე. ასევეა დღეს ირანში, ირანის მაგალითზე. აიათოლა ხამენეი არის არამხოლოდ სულიერი ლიდერი, სხვა შორის ყველა შიიტის. არამედ სახელმწიფოს მართავს ეს კაცი და მასზეა დამოკიდებული ყველაფერი, საკადრო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა, უშიშროება, რა ვიცი, ყველაფერი. აბსოლუტურად. ეს გასაგებია, რომ კონცენტრირებულია ძალაუფლება. მე ვამბობ, დასაბუთება როგორ ხდება, ლეგიტიმაცია როგორ ხდება. ანუ ეს ხდება ისე რომ აი როგორც ვიცი, სულთანი იყო ალახის ჩრდილი, ხო? ესეთი მოსაზრება იყო. რატომ შაჰი არა და რატომ ჩვენ კლერიკალები? რა იდეოლოგიური საფუძველი უდევს ამას? იცით, შიიზმზე საუბრობთ ახლა ამჯერად. კი ბატონო. ისლამს არ უყვარს რელიგიური ესეთი იერარქია, ესეთი ძალიან ნაკლებად აქვს. თუმცა აქვს თანამდებობები რელიგიური, შიიტებს უფრო აქვთ ვიდრე სუნიტებს. განსხვავებით ქრისტიანობიდან, სადაც საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული იერარქია არსებობს, ხო, დაწყებული ქვემოდან დამთავრებული პატრიარქებამდე და რომის პაპამდე კათოლიციზმის შემთხვევაში. აი შიიზმში ასე ჩამოყალიბდა უბრალოდ. აიათოლები შაჰის დროსაც იყვნენ, რა თქმა უნდა, და ყოველთვის იყვნენ, მაგრამ სხვა საკითხია მათ რა ძალაუფლება ჰქონდათ. იმ პერიოდში მათ ჰქონდათ მხოლოდ რელიგიური ძალაუფლება. თუმცა ძალიან ცდილობდნენ, რომ პოლიტიკური ძალაუფლებაც მოეპოვებინათ. ძალიან ცდილობდნენ ისინი და საბოლოო ჯამში აი ხოლმე ნახეთ, მიაღწიეს. სანამდე გაყვება ეს ძალაუფლება ეგრეთ წოდებული მოლების ხელისუფლებას, როგორც აღმოსავლეთში უწოდებენ. ამას დავინახავთ, გამოჩნდება. ეს შეიძლება აღმოსავლეთიდან სპეციფიკიდან გამომდინარე, იქ მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება და შეიძლება ერთ კვირაში დაემხოს ხელისუფლება. თუმცა მე არ მჯერა ამისი, ეს ესე მალე ვერ მოხდება, თავისი მიზეზები აქვს. თუ ჩვენ მოვინდომებთ საუბარს დღევანდელ სიტუაციაზე, ნახავთ, რომ იქ არანაირი ისეთი მძლავრი დასაყრდენი ცენტრიდალურ ძალებს არ გააჩნიათ იქ. ძლავ დასაყრდენს გულისხმობ მე, რა თქმა უნდა. დასტურად იმისი, რომ შაჰის მმართველობის პერიოდშიც კი აიათოლები ძალიან იყვნენ პოლიტიკით დაინტერესებულები, აი, მაგრამ თუნდაც ის მაგალითის დასახელება, რომ აიათოლა ხამენეი იყო
კაცი, რომელმაც თარგმნა საიდ კუტბის წიგნები. საიდ კუტბი არის ორგანიზაცია მუსლიმი ძმების ერთ-ერთი, შეიძლება ითქვას მთავარი იდეოლოგი და მისი წიგნები არის სამაგიდო წიგნები ყველა ტერორისტისთვის ამ ქვეყანაზე. ისლამის მიმდევარ ტერორისტებზეა საუბარი. ტერორისტები ქრისტიანებიც არსებობენ, რა თქმა უნდა და ინდუსებიც ტერორისტობენ და რა ვიცი მე, სხვაებიც ალბათ, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ იმ ხალხზე, ვინც ისლამს აღიარებს და თან ტერორისტია. ასე რომ მუსლიმი მსმენელები ნუ გაგვინაწყენდებიან. ქრისტიანი ტერორისტებიც არსებობენ, რა თქმა უნდა არსებობენ. და მეთოდები მათი ისეთივე ცუდია, როგორც მუსლიმი ტერორისტების. და ეს წიგნები შემდგომ უკვე როდესაც შაჰი ჩამოაგდეს და აიათოლები მოვიდნენ ხელისუფლებაში, შეტანილი იქნა სპეციალურ სასწავლო პროგრამებში, საიდ კუტბის წიგნები. ეს პროგრამები იყო ესეთი საბაზისო პროგრამები ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის წევრების აღსაზრდელად და ისინი აი ამ იდეოლოგიაზე აღიზარდნენ. მუსლიმი ძმები. ძირითადად რა წერია, ანუ რა არის შინაარსი. ეს არის როგორ უნდა დამყარდეს და როგორ უნდა განვითარდეს ისლამური სახელმწიფო თანამედროვე პირობებში. აი ეს არის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები საიდ კუტბის. საიდ კუტბი 1966 წელს ეგვიპტელი კაცი იყო ეს ჩამოახჩეს, ის დაკავებული იყო რამდენიმე წელი ციხეში იჯდა თავის საქმიანობის გამო, იმიტომ რომ პირდაპირ ეგვიპტის სახელმწიფოს და არა მხოლოდ ეგვიპტის სახელმწიფოს, ზოგადად სამოქალაქო ხელისუფლებას და სახელმწიფოს უპირისპირდებოდა. და ნასერის ხელისუფლების დროს დაიჭირეს, ჩააგდეს ციხეში და 66 წელს ჩამოახჩეს ის. მაგრამ მან მოასწრო ძალიან მნიშვნელოვანი წიგნების შექმნა, მნიშვნელოვანი იმათვის, ვინც დაინტერესებულია ისლამური სახელმწიფოს შექმნისთვის და იბრძვის და შრომობს ამ ერთი სიტყვით რო გითხრათ რა არის ეგ ისლამური სახელმწიფო? ისლამური სახელმწიფო ძალიან კარგი შეკითხვა, ძალიან კარგი შეკითხვა. ერთი რაც აერთიანებს შიიტებს და სუნიტებს, ერთ-ერთი, მოდით ეს ვთქვათ, სხვა რამეც აერთიანებს, მაგალითად ყურანი, ხო? რაც ყველაზე დიდი გამოერთიანებელია მათი. თუმცა განმაცალკევებელი იმდენი ნიუანსია, რომელიც შეუძლებელს ქმნით მათ საბოლოო გაერთიანებას. მაგრამ ერთი რაც აერთიანებთ, ეს არის ლტოლვა იმ და სურვილი იმ ვითარების დაყენებისა სახელმწიფოში და არა მხოლოდ ერთ ცალკე აღებულ სახელმწიფოში, არამედ ზოგადად. სადაც კანონი იქნება ის კრებული, რომელსაც ერქმევა შარიათი, ანუ ისლამური კანონი. მხოლოდ ისლამური კანონები. სხვა კანონების არსებობა მუსლიმის, მორწმუნო მუსლიმის თვალსაჩინით არის ერეტიკოსობა, ურწმუნობა და ასე შემდეგ. აი ესეთი ჭალებში რადიკალი მუსლიმისთვის დღევანდელი საუდის არაბეთიც კი არის ისეთი დამნაშავე ხელისუფლება. რატომ? საუდის არაბეთის მეფე ითვლება სიწმინდეების დამცველად, ხო? მექაში, მედინაში და ესეთი შარიათის კანონები მოქმედებს ქვეყანაში, მაგრამ ითვლება, რომ მან გადაუხვია გარკვეულ მოთხოვნებს, რომელიც ჯერ კიდევ მუჰამედის დროიდან იყო წაყენებული არაბული, ისლამური თემის თვის და ბევრი ასეთი მოთხოვნა, რომელსაც ის არ იცავს და ვერ იცავს უბრალოდ. ერთი მაგალითია. ყველაზე საინტერესო მაგალითს მოგახსენებთ ახლა. წესით ეს წესი ისლამის გარიჟრაჟზე ჩამოაყალიბა მუჰამედმა, მისი სიტყვებია არაბეთის ნახევარკუნძულზე არ უნდა ცხოვრობდნენ ქრისტიანები და ებრაელები. აქ უნდა ცხოვრობდნენ მხოლოდ მუსლიმები. ლაპარაკი არ არის მექაზე და მედინაზე. მექაში ქრისტიანი ფეხს ვერ შედგამს, იმიტომ რომ ქალაქ მექას მისადგომებთან ტრასა, რომელიც მიდის მექასთან, ნუ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ტრასაზე დაფაა პირდაპირ და გაფრთხილებაა, რომ მხოლოდ მუსლიმებს შეუძლიათ შესვლა. ნუ გულწრფელად აფრთხილებენ, რომ იქ პრობლემები შეექმნებათ. ხო შეიძლება კაცმა იქ დაადოს თავი და შევიდეს. ძალიან ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი. ძალიან ცუდად. შეიძლება მოკლან. ხო აი მედინაში კიდე უბრალოდ მადინაში რაღაც შემსუბუქებები მოხდა ამ ბოლო დროს, იმიტომ რომ მე რამდენიმე ფოტო ვნახე, სადაც ადამიანები ირწმუნებიან, მათ შორის ქართველები, რომ ეს მე მადინაშია გადაღებული და ოფიციალური პირები სხვა შორის. მე ძალიან მეეჭვებოდა, მაგრამ
იყოს კი ბატონო, გადაიღეს მადინაში. ეხლა რაში გამოიხატება დღევანდელ დღესთან მიბმა აი იმ დებულების, რაც მუჰამედმა დაიბარა, რომ არ გაჭაჭანდება აქ ქრისტიანების და იუდეველების ფეხი. თუმცა მადინა იყო ებრაელების ქალაქი იყო პრაქტიკულად თავის დროზე, როცა მუჰამედი შევიდა იქ. ხო. მაგრამ მე ვერ მოილაპარაკეს ისე. სუბუქად ვამბობ. და რა გააკეთეს საუდის არაბეთის მეფეებმა? ამერიკული ბაზები გახსნეს საუდის არაბეთის ტერიტორიაზე. ნუ ახლა ამერიკულ ბაზებზე შეიძლება რაც ამ თქვას რომ ნუ ამერიკელი მუსლიმები მსახურობენ, რაც რა თქმა უნდა ესე არ არის და უბრალოდ ამერიკელები მსახურობენ იქ და მე. რატომ მსახურობენ იქ? ანუ მისი პროამერიკული პოლიტიკის გამო. ამერიკული იმდენად არა, რამდენადაც პროსაუდიური. ის დაარწმუნეს და არც თუ უსაფუძვლოდ, რომ თუ გინდა რომ პრობლემები არ კონდეს ერთი შენი მეზობელი ქვეყნიდან, ეს ბაზები უნდა იყოს აქ. და საუდის არაბეთს სხვა შორის პრობლემები იმ ქვეყნიდან, რომელსაც ირანი ქვია, დღემდე აღარ აქვს. არ აქვს პრობლემები. მათ იციან რომ შტატების ჯარი გავა თუ არა საუდის არაბეთის ტერიტორიიდან, ნუ იმ დღეს თუ არა ძალიან მოკლე ხანში იქ აღმოჩნდებიან მოლების გაგზავნილი შეერაღებული ძალები. საუდის არაბეთი კი არის დიდი ქვეყანა. სამხედრო ბიუჯეტი, ირანის სამხედრო ბიუჯეტს ძალიან ბევრად აღემატება, ძალიან ბევრად. ნუ ჯერ ისრაელის ბიუჯეტი აღემატება ირანის სამხედრო ბიუჯეტს, თუ არ ვცდები სამჯერ და საუდის არაბეთი კიდევ სულ სხვა თემა. მაგრამ შესყიდული ავიაცია, შესყიდული ჯავშან ტექნიკა და ასე შემდეგ, სარაკეტო ტექნიკა, ეს ყველაფერი კარგია საომარი ვითარების დროს, მაგრამ მოგეხსენებათ მოსახლეობა არ აქვს დიდი? მოსახლეობა დიდი ყავს, არც იმდენი, რაც ირანშია, ირანში ცოტა ხანში 100 მილიონი გახდება მოსახლეობა, ბევრი აღარაფერი უკლება, მაგრამ საჰაერო ბრძოლას თვითმფრინავი არ იგებს, არც სატანკო ბრძოლას იგებს ტანკი. საჰაერო ბრძოლას იგებს მფრინავი და სატანკო ბრძოლას იგებს ტანკისტი. ნუ ახლა საუდის არაბეთში დაბადებული, თუნდაც გააწვრთნილი, თუნდაც სხვაგან ტანკისტის და მისი სამხედრო მფრინავის გამოცდილება და სამხედრო უნარჩვევები წარმოგიდგენიათ? აი მე ძალიან ძნელად წარმომიდგენია, სხვა შორის იემენელებმა გამოსცადეს ეს ჰუსიტებს რომ ეძახიან მათ და დაადასტურეს მე რამდენეთ რომ მათი სამხედრო უნარჩვევები არის ძალიან დაბალი. ნუ სიმდიდრე შეჩვეული ხალხია. რა თქმა უნდა, უნდა ახლა იმას საუდის არაბეთის, თუმცა არ უნდა ვიფიქროთ რომ საუდის არაბეთის მოქალაქეები, რომლებიც რიცხოვნობით ძალიან ბევრი არიან, ამ სიმდიდრეს შეჩვეულობით გვანან ან კუვეიტელებს, ან გაერთიანებულ საამიროელებს, ან მით უმეტეს კატარელებს, საერთოდ არ გვანან. იქ საუდის არაბეთის სოციალური რაღაც ფენები, ნუ ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან. იქ არის რაღაც სამეფო ოჯახი, მათთან დაახლოებული ოჯახები, რომლებიც ძალიან კარგად ცხოვრობენ. არის ერთი ძალიან დიდი ფენა, რომელიც ნუ აი ზედმეტად კარგად ცხოვრობს არაბებისთვისაც კი, იმიტომ რომ ნუ წარმოუდგენელ სიმდიდრეს ფლობენ. არის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელთაც საკუთრებაში არ აქვთ მიგრანტებზეა საუბარი. არა, მიგრანტების საერთოდ სხვა თემა, მოქალაქეებზეა საუბარი. კი, საუდის არაბეთის მოქალაქეებზე. რომელთაც კერძო საკუთრებაში არ აქვთ საცხოვრებელი. ეს ძალიან შეზღუდულია საუდის არაბეთში. ხელისუფლება ძალიან ცდილობს, რომ არ კონდეთ მათ ეს კერძო საკუთრებაში საცხოვრებელი, ანუ იხადონ ქირა ამაში. ბინა გინდათ, სახლი გინდათ, ვილა გინდათ, ჩვენ აგიშენებთ ამას. აი, მშვენიერი ბინა, მშვენიერი ვილა. გადაიხადეთ ქირა, ეს თქვენი არ იქნება. ჯერ ღირს ძალიან ძვირი. კატასტროფული ფასებია. ნუ მოკლედ სახელმწიფოს მხრიდან არის ხელშეწყობა იმ კუთხით, რომ უბრალოდ ხელშეშლა, იმ კუთხით, რომ კერძო საკუთრებაში არ იყოს საცხოვრებელი მოქალაქეებისთვის. ეხლა მიგრანტების თემა საერთოდ სხვა სიმღერაა. მათი უფლებები სახსენებელიც კი არ არის საერთოდ არ არის სახსენებელი. ისე როგორც სპარსეთსყურის სხვა ქვეყნებში, ხო, კატარის მაგალითი გემახსოვრებათ მსოფლიო ჩემპიონატის წინ ფეხბურთის იქ რომ დაითვალეს 1000-ებზე ავიდნენ და მერე დაანებეს თულას რამდენი ინდუსი და ბანგლადეშელი მუშა არის დაღუპული მშენებლობის დროს, ხო წარმოიდგენიათ ჭtildeში 58 გრადუსი სიცხეროა პირობითად ვამბობ, იქ მზეში რა ხდება და ამ დროს იმან
დამკვრევლური, სტახანოური ტემპებით სტადიონები უნდა ააშენოს. ააშენეს ის სტადიონი, ეხლა რა ხდება იმ სტადიონზე? არაფერიც არ ხდებოდა, გაასდა. სინესტე თავისას შვება იქ. მოკლედ. ეხლა რადგან არაბებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, აი მდიდარ არაბებზე, ხო? აქ საუდია უნდა დავივიწყოთ, იმიტომ რომ საუდიის რაღაც ძალიან მცირე ნაწილია იმ ფუფუნების ფლობელი, რომელიც ჩვენ ვიცით და იქ იახტები და თვითმფრინავები და ასე შემდეგ. ძალიან დიდი ნაწილია საუდელების საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობს. საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობს, დიდი ნაწილი მათი შემოსავლების მიდის აი ამ ბინის ქირაში. დანარჩენი ჩვეულებრივია, ძალიან ჩვეულებრივია ცხოვრობენ. განსხვავებით, აბსოლუტურად განსხვავებული სურათია ის სხვა ქვეყნებში. ანუ სოციალური აფეთქების შანსი არის თუ ეს გარე მოკავშირეები შემოიცვლიან შიგნიდან. ნაფიქრი აქვთ მაგაზე. ნაფიქრი აქვთ მაგაზე, რა ხდება მაგ კუთხით. არაბულ სამყაროს საერთოდ ისლამურ სამყაროს დასავლეთში თავის დროზე აქცევდნენ ამას ყურადღებას. არ ვიცი დღეს აქცევენ, არ აქცევენ. აბსოლუტურად სხვანაირად იმართება ქვეყნები. აი არ ვიტყვი რომ პირველ ყოფილ თემური, მაგრამ აი კლანურ, გვარობრივ, ტომობრივი მართლობაა იქ. აი თქვათ რაღაც გვარი, ესეთი არაბული გვარი და ეს ვრცელდება პრაქტიკულად ყველა არაბულ ქვეყანაზე. ერაყში, სირიაში, იემენში, მით უმეტეს საუდიაში, იქით მაღრიბის ქვეყნებში, აი თითქმის ერთიგივე სიტუაცია. ამიტომ საუდის არაბეთის მეფეებმა მოიფიქრეს ესეთი რამე. თან ახლა უნდა ვიცოდეთ რა ხდება ამ გვარს შიგნით და ტომებს შიგნით, ვის რა უფლება აქვს, ვის რის უფლება არ აქვს. მათ ხავთ თავის შეიხები, აი ჩვენთან ყველა მიცის არაბი შეიხი და ასე შემდეგ. შეიხი აუცილებლად არ ნიშნავს მდიდარ კაცს და რაღაცა. შეიხი არის გვარის ტომის უხუცესი წარმომადგენელი, რომლის სიტყვასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, გადამწყვეტი მნიშვნელობა. მის გარეშე ვერავინ ხმას ვერ ამოიღებს იქ. და ამით ისარგებლეს საუდის არაბეთში და ბევრგან სხვაგანაც, ბევრგან ვერა. საუდის არაბეთში ნამდვილად. საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი აფინანსებს აი ამ გვარების, კლანების ლიდერებს. ამისთვის გამოყოფილია უზარმაზარი ბიუჯეტი. ზუსტად შეიძლება ვიღაცას დათვლილი აქვს, რამდენი კლანია და რამდენი თანხაა გასაცემი, მაგრამ საკმაოდ სერიოზულ თანხებს იხდიან წელიწადში ერთხელ. აი ამ კლანის შეიხი იღებს რაღაც ძალიან დიდ თანხას. მე ის როგორ ანაწილებს თუ არ ანაწილებს, ეს უკვე მისი პირადი პრობლემაა. ოღონ იმ გვარიდან სახელმწიფოს და ქვეყანას არანაირი პრობლემა არ უნდა შეექმნას. იმიტომ რომ პასუხი მოეთხოვება ამას. კლანის ხელმძღვანელს, რომლის სიტყვას ვერ გადავა ვერავინ ამ კლანის წევრი. თუ გადავა, იმას მოკვეთენ იქიდან. მოკვეთა ნიშნავს თავის მოკვეთასაც კი ხშირ შემთხვევაში. ამიტომ ეს პრობლემა საუდის არაბეთში თითქმის მოხსნილი აქვს, თითქმის მოხსნილი აქვს. გარდა ამისა, ისინი თვლიან და დაარწმუნეს ძალიან ბევრი, რომ რადგან საუდის არაბეთის მეფე იცავს აი ამ სიწმინდეებს მექასი და მედინასი, რაღაც ძალიან წმინდანების დონეზე ყავთ აყვანილი ამათი ფიგურები მეფეების და ესე ადვილად შიგნიდან მათ ვერ გაუსწორდება ვერავინ. თუმცა იყო ერთეული შემთხვევები, ძალიან ერთეულია. აი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა იყო 79 წელს 1979 წელზეა ლაპარაკი. ეს ამბავი აქეთ ჩვენსკენ საბჭოთა კავშირში რა თქმა უნდა არ გახმაურებულა, რატომღაც არა და რა პრობლემა იყო? ამაზე არც იწერებოდა, არც ითქმებოდა, რაღაც დახურული თემა იყო რატომღაც. აი მოხდა ზუსტად ის, რაზეც ჩვენ ცოტა ხნის წინ საუბრობდით 10-20 წუთის წინ. ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც იყო შეერაღებული ძალების სპეცრაზმის წევრი საუდის არაბეთში, საუდის არაბეთის მოქალაქე, ახალგაზრდა კაცი იყო, გვარი სახელი ყველაფერი ცნობილია, ჯუჰაიმან ალ-უთაიბი. ცნობილი გვარია, ძალიან მრავალრიცხოვანი გვარია. მე ხშირად მინახავს თბილისში ამ გვარის წარმომადგენელი ალ-უთაიბი, ტურისტები, ბიზნესმენები ჩამოდიან აქ და ვეკითხები ხოლმე, იმისი რა ხართ და ეღიმებათ. იქ ყველა მიცის ეს კაცი. ამან შემოიკრიბა რამდენიმე კაცი იმ მოტივით, რომ ეს ჩვენი მეფე საუდის არაბეთის არასწორად იქცევა, ეს არ არის ნამდვილი მუსლიმი და ამიტომ მოდი ახლა ჩვენ უნდა ავიღოთ ქალაქი მექა და აიღეს პრაქტიკულად ქალაქი მექა. აი ეს ტაძარი, რომელსაც აკრძალულ მეშეთს უწოდებენ, დაიკავეს ეს ტერიტორია, გახსნეს ცეცხლი, დახოცეს ქვეყნის ხალხი. ნუ ახლა იქ უცხოელი ტურისტი ვერ იქნებოდა ვერავინ, ხო?
ჰაჯის პერიოდიც არ იყო, ადგილობრივი ჩასული მუსლიმები რაღაც ძალიან დიდი მსხვერპლი იყო. და დაიკავეს გარკვეული ტერიტორია. საუდის არაბეთის შეერაღებული ძალების და სპეცდანიშნულების რაზმების უნარჩვევებზე საუბრობდით და ვერაფერი ვერ მოახერხეს. აი გაგზავნეს რაღაცა. ერთი ასეული ის განადგურდა, მერე შემდეგ ისინიც განადგურდა და მიმართეს უცხოელებს, ფრანგებს. ნუ მოგეხსენებთ ხა ფრანგებს ამისი გამოცდილება აქვს უცხო ქვეყნებში მუშაობის, სპეცდანიშნულების რაზმების გადაგზავნის და ნუ სერიოზული გამოცდილება აქვს. მაგრამ დაეთანხმნენ ფრანგები, მაგრამ იქ დააყენეს საუდელებმა ერთი პრობლემა. ახლა რადგან მექაში უნდა შემოვიდნენ და ეს პრობლემა მოგვიგვარონ, ახლა არამუსლიმი აქ ვერ შემოვა. და მოიფიქრეს. აი ეს სხვათა შორის ეს ტენდენცია კი არ გრძელდება, მაგრამ აი გამოძახილია დღევანდელობის. აი რა შეიძლება და მოიფიქრებინ და ერთადერთი გამოსავალი იყო ამ. უნდა მიეღო ამ ხალხს ისლამი, სასწრაფოდ და მიაღებინეს ისლამი. ნუ უთხრეს ნუ რა მოხდა ახლა ისლამს მიიღებთ და შეხვალთ და მე უარს იტყვით თუ რაღაც არ ვიცი. მოკლედ ეს ხალხი შევიდა უცებ მოაგვარეს პრობლემა. ეს ჯუჰაიმან ალ-უთაიბი დაიჭირეს, ჩამოახჩვეს, მიაყოლეს მთელი თავისი მიმდევრები და ეს პრობლემა მოიხსნა. ასე ეს მაგალითად აქვს შემდგომ თაობებსაც, რომ იქ პატარა რაღაცა ნაბიჯი მარჯვნივ, ნაბიჯი მარცხნივ ვიღაცა მოვა და ამოხოცავთ ყველას. ამ საქმიანობისთვის და არა მხოლოდ ამ საქმიანობისთვის საუდის არაბეთს მშვენიერი ურთიერთობა აქვს იორდანიის ჰაშიმიტების სამეფოსთან. მის მეფესთან აქვს შეთანხმება, რომ საჭიროების შემთხვევაში იორდანიის სპეცდანიშნულების რაზმები ჩავლენ და გადაარჩენენ საუდის არაბეთის მეფეს და თვითონ საუდის არაბეთის სახელმწიფოს. იორდანელებს ამის უნარჩვევები ნამდვილად აქვთ. ნუ სამაგიეროდ მათ ისინი იღებენ ძალიან დაბალ ფასებში თუ ფასოთ არა რაღაც ნავთობპროდუქტებს საუდიადან და ასე შემდეგ, მოკლედ გადასარევი ურთიერთობა აქვთ. ეხლა ზოგადად სპარცის ყურის ქვეყნები და მათი დამოკიდებულება ძალიან ბევრ პრობლემასთან, ძალიან ბევრ საკითხთან. გაერთიანებულ საამიროებში რომ ჩახვიდეთ, ნებისმიერ კაფეში, ნებისმიერ რესტორანში, ისე საჯარო დაწესებულებებში ნახავთ კედელზე გაკრულ სურათს, სადაც უდაბნოს ფონია. ნუ რა თქმა უნდა, არც ერთი ხე, არც ერთი ბუჩქი და ესეთი კარავია პატარა გაშლილი, ძალიან მცირე ზომის. ქალი ზის, ხეხავს ქვაფს. რამდენიმე არც თუ კარგად ჩაცმული ბავშვი რაღაცას თამაშობს და იქვე დგას კაცი ასევე არც თუ კარგად ჩაცმული და ერთი დაჟანგებული თოფი უკავია ხელში და იქვე ერთი თხა არის დაბმული. ნუ მე რომ ვნახე ერთხელ, მეორედ, მესამედ, მე ვიკითხე იქ ადგილობრივში, კაცო რა არის ეს რა, ვინ არიან რა, ეს აი დღევანდელი ჩვენი აბუდაბის მმართველის წინაპარია ბაბუის მამა. შეიხები იყვნენ, გავლენა ჰქონდათ თავის კლანში და მეტი არაფერი გაჭიროებით ცხოვრობდნენ, წყალს ეძებდნენ მთელი ცხოვრება, გამოილეოდა რაღაც ადგილას, მე გადავიდოდნენ და სხვა ადგილას მოძებნდნენ წყალს. კვების პროდუქტების სერიოზული დეფიციტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე უცებ აღმოჩნდა ნავთობი ამ ტერიტორიაზე. ნავთობი ვინ აღმოაჩინა ახლა? არაბებს ნავთობი არ აღმოუჩენიათ, ხო? ბრიტანელებმა. რა თქმა უნდა, ქაფირებმა, ურწმუნოებმა აღმოაჩინეს ნავთობი. მე ამ ურწმუნოებმა ძლივს დაარწმუნეს, რომ ფულს, რასაც იღებთ თქვენ, არ არის საჭირო ამ კარვებში შენახვა და იმში მუთაკების გამოტენვა ამის. ამის არსებობს ბანკები და შეინახეთ, შეგენახებათ, პირიქით გაიზრდება ეს. ნუ საიდანაც ოდნოდა ხელი, ხო, ბანკის არსებობს, დაარწმუნეს და გაიგეს, მიხვდნენ. მე იშოვეს ძალიან დიდი ფული. მე მიხვდნენ, რომ მხოლოდ თვითონ თუ ეკნებოდათ ეს დიდი ფული, მათი ტახტი შეირყეოდა, ამიტომ ახლო გარემოცვასაც დაურიგეს და რაღაც წილები და ასე შემდეგ და მათაც შეპირდნენ კარგ ცხოვრებას და ნამდვილად კარგად ცხოვრობდნენ ისინი. და ეხლა რა საკეთებენ ისინი? ძალიან ისე ვამბობ, პირობითად ვამბობ, ხო, ლათესი არ არის, მაგრამ თითქმის ესეა. ცხოვრობენ ძალიან კარგად, აქვთ გრანდიოზული შემოსავალი. ნუ უკვე საამიროების მაგალითზე ეს მხოლოდ ნავთობი არ არის, მაგალითად დუბაიში ნავთობი დიდი ხანი აღარ არის, მაგრამ დუბაიში სულ სხვა შემოსავლები აქვთ. აბსოლუტურად სხვა. აქვთ დიდი შემოსავალი. მათი ერთადერთი საფიქრალი არის გაერთონ კარგად, იკვებონ კარგად, როგორც ისინი თვლიან. დღეში 5 ჯერ ილოცონ
და ამ ლოცვებში ის ქაფირები წყევლონ და ლანძღონ, რომელთაც შეუქმნეს აი ეს სიმდიდრე. აი ეს არის სულ მეტი არაფერი. და ესე აპირებენ გარდა. თუმცა უკვე დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ ეს ნავთობი რომ გამოილევა, მერე ჩვენ რა უნდა ვქნათ? წყალი არა აქვთ, არაფერი არა აქვთ, არდა ნავთობმა გამოლევა იცის, ყველგან სხვათა შორის. და იქ უკვე დათვლილია, თქვა საამიროებში, კუვეითში, როდის თითქმის ზუსტად იციან, როდის გამოილევა ეს. ამიტომ იქნება იქ რაღაც მომავლის ფონდები, რაღაც სტრატეგიული ფონდები, ყიდულობენ 1000 უძრავ მოძრავ ქონებას ევროპაში, ცდილობენ შტატებშიც იყიდონ, მაგრამ ხშირად ეს არ გამოსდით, ამიტომ ბრიტანეთი ყავთ ამოჩემებული ამისთვის და იქ ყიდულობენ ქონებას და აი ესე არიან. ესე ჩემს გასაგებია თუ რაც მოყევით, რატომ შეიძლება იყოს აი ამის ფონზე რაღაც ირანული მოდელი, ცოტა მომხიბვლელი დანარჩენი საზოგადოებისთვის, თუნდაც საუდის არაბეთში. რომ ესე იგი მეტნაკლებად უფრო სოციალურად ორიენტირებულია ირანული მოდელი ვიდრე ხა საუდის არაბეთი, ხო? უფრო მეტად ეგალიტარული შეიძლება დაარქვათ, თუ რა თქმა უნდა შედარებას ვახდენთ, რა თქმა უნდა, ხა ევროპული ეგალიტარიზმი იქაც არ არის, მაგრამ და გასაგებია ჩემთვის რატომ იყო ძლიერი ისლამური რევოლუციის პერიოდში ეს რაღაცა მოძრაობა. ჩემთვის გასაგებია. აი დღეს უკვე როდესაც რაღაცა ჩიხრი შევიდა ეგ რეჟიმი დღეს აქვს კი ესეთი გავლენები რომ ესე იგი ის რაც განხორციელდა სულ რამოდენიმე დღის წინ როდესაც პრაქტიკულად გამოცხადებელი ომი არის ეს უნდა მოხდარიყო როგორ გონიათ ეს რაც მოხდა ხო რაც მოხდა ხო ეს უნდა მომხდარიყო აუცილებლად ოღონ არა იმიტომ რომ შიიტებს არ უყვართ იუდეველებს არ უყვართ შიიტები და ეს ერთ-ერთი მიზეზია, ოღონდ თავარი მიზეზი ეს ნამდვილად არ არის. ეხლა ნუ შეუდგებით იმას ყურანში როგორ მოიხსენიებენ მუსლიმები ებრაელებს, ძალიან ცუდად მოიხსენიებენ. ისე სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ თავიანთ წიგნებში ებრაელები არც თუ კარგად მოიხსენიებენ არაებრაელებს, ხო მართალია? ამიტომ ამას ცოტა ხანით თავი დავამებოთ. მოდით მიუდგეთ ამ კონფლიქტის თემას ისე რომ ერთი წამით არ გამოვა იმ ჩვენი ურთიერთობების დავიწყება ირანთან და სპარსეთთან, რომელიც საუკუნეები მოგდებს ჩვენს, მაგრამ აი თუ კიდევ გავიხსენებთ იმ თემას, რომ სიმართლე უნდა ითქვას, მოდით თქვათ ეს სიმართლე. ნუ ვიქნებით მომწონებლები, ვთქვათ, რომელიმე ქვეყნის, ნუ მივემხრობით რომელიმე ქვეყანას, ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ სპარსეთი აქ ძალიან ცუდად იქცეოდა ჩვენს მიმართ, ძალიან ცუდად და ისრაელი არასოდეს ცუდად არ იქცეოდა, ისრაელის სახელმწიფოს თანამედროვე ისრაელის ისტორია სულ რაღაც 10 წლეულებია, ხო? ებრაელები ცუდად არ იქცეოდნენ, ძალიან კარგად იქცეოდნენ. უმეტეს შემთხვევაში იყო რაღაც ნიუანსები ცუდადაც იქცეოდნენ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს ეხლა ამ წუთას. აქ თავარი სხვა რამეა. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს არასოდეს არ ქონდა თავის გეგმებში ირანის განადგურება და ისრაელს უკაცრავად ირანს 1979 წლის მერე ყოველთვის გაცხადებული ქონდა ისრაელის სახელმწიფოს განადგურება, აი დღეებს ითვლიდნენ, როდის განადგურდება და ისრაელის სახელმწიფო და ამისთვის ძალიან შრომობდნენ ისინი. ამასაც კი არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა დღევანდელ კონფლიქტში, რომელიც ნუ როგორც დღეს გვეუბნებიან დამთავრდა. მე არ გჯერა ამისი ეს კონფლიქტი არ დამთავრებულა, იმიტომ რომ ეს კონფლიქტი ცოტა სხვა სიღრმეებს შეიცავს, აი უფრო გასაგებად რო იყოს ჩვენი მსმენელისთვის, მოდით გადავხედოთ ბოლო წლების დინამიკას მოვლენების განვითარების აღმოსავლეთში. არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ ზოგადად აღმოსავლეთში. უფრო გეოპოლიტიკური პრობლემები აქვს. უფრო კი არა, ძირითადად აი გეოპოლიტიკური პრობლემებია. ყველა იმ სტრატეგიულ პუნქტში, სადაც უნდა გაევლო ჩინეთის ტვირთებს ერთი გზა ერთი სარტყელის პირობებში და გეგმით, იქ შეიქმნა პრობლემები. იქ მიანმარში რაღაც მუსლიმები შეავიწროვეს და იქ ჟლეტვა და დიდი პრობლემები შეიქმნა. იქ რაღაც მომენტში ვიღაც ავღანეთიდან გამოვიდა ისე რომ იქ დარჩა რაღაც ძალიან დიდი რაოდენობის იარაღი და
ვინ დატოვა, რატო დატოვა, რისთვის დატოვა, ეს ხო არ არის მომავალი არასტაბილურობის კერა. იქ არაუცებ, მაგრამ პერიოდულად ატეხილი კონფლიქტი ინდოეთსა და პაკისტანს შორის, რომელიც არასოდეს არ გაჩერდება. ეხლა დაემატა აი ეს პრობლემა, ეხლა წარმოიდგინეთ ერთ წუთით პოტენციური ინვესტორი, რომელსაც ირანში უნდა ინვესტიციების განხორციელება, ან რაღაც დიდი რაოდენობის პერსპექტიული ტვირთების გატარება რაღაცა. ძალიან ბევრჯერ დაფიქრდება ხო ამაზე? ძალიან ბევრჯერ დაფიქრდება. იქ ეხლა უფრო აქეთ დასავლეთისკენ რო გადმოვინაცვლოთ ისრაელისკენ, იქ ლიბანშია პრობლემები, ნუ სირიაზე აღარ ვლაპარაკობ, ერაყზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ. ეს არის არასტაბილურობის და კონფლიქტების ძალიან დიდი რეგიონი. ძალიან დიდი რეგიონი. სადაც ეს კონფლიქტები ზოგი დიდი, ზოგი პატარა უცებ იჩენს ხოლმე თავს. მერე უცებ ჩაცხრება. და ეს მეორდება წლიდან წლამდე, 10 წლეულიდან 10 წლეულზე. რა ხდება აქ? აი ამას უნდა დაფიქრება. ეხლა ყველაზე დერეფრის პროექტს ეხლა უკავშირებთ და ზოგადად ახალი ამ სახმელეთო გზებს უკავშირებთ ხელის გულზე დევს. ჩემის აზრით რა თქმა უნდა, ხელის გულზე დევს ეს. ყველაზე კარგი იქნება რომ ეხლა ანალიტიკოსები დასხდნენ და იფიქრონ აი შემდეგი გართულება სად მოხდება. ეხლა ეს რომ ჩამოვთვალენ ეს კერები კონფლიქტების ხომ არ მიხსენებია იემენი საერთოდ არ მიხსენებია, თუმცა იქ ნაკლები ამბები არ ხდება, ხო? იქ რაღაც ამერიკულ გემებზე შეტევები და სამხედრო გემებზე ლაპარაკი, ხო? სავაჭრო გემებზე აღარც არის ლაპარაკი, ხო? ყველაფერი აქეთ არის მიმართული, რომ რაღაც ძალიან დიდ ეკონომიკურ და სატრანსპორტო პროექტებს ხელი შეეშალოს. კიდევ მეორე, ნუ ვიტყვით ჩვენ ეს კარგია, ცუდ, ეს არის მოცემულობა. ეს უბრალოდ მოცემულობა. დღეს აი ამ პირობებში ვცხოვრობ ჩვენ და უნდა ვიცოდეთ რომ ის მოლოდინი რომ აი მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, არანაირი მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყება. ვის უნდა მესამე მსოფლიო ომის დაწყება? ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდათ, არ უნდათ. რა თქმა უნდა არ უნდათ, არც ისრაელს არ უნდა. ისრაელი დიდწილად ისრაელის სახელმწიფო ამისთვის შეიქმნა, რომ იქ რაღაც აი ამ არაბულ ისლამურ სამყაროში ყოფილიყო ერთი გამოკვეთილი, განსხვავებული სახელმწიფო და ძალა, რომელიც საშუალებას არ მისცემდა აი ამ მთელ სამყაროს, სუნიტურ სამყაროს კონსოლიდაციისკენ, გაერთიანებისკენ, კულტურული, რელიგიური, სახელმწიფოებრივი რაღაც ერთად ყოფნისკენ. ეხლა ნუ ვიტყვით ამას ეს კარგია თუ ცუდია, რაღაც მე ჩემი მოსაზრება მაქვს ეს კარგია თუ ცუდია. ჩვენ გამოვიდეთ პატარა არის მასშტაბით ეს ისრაელი ის მიუხედავად ძალაა ჩვენა ბევრჯერ. რატომ არ მოხდა ამ როლისთვის, რატომ არ შეიძლება მაგალითად უფრო მრავალრიცხოვანი ქურთები. კარგი შეკითხვაა. ხოჩოლის ამ თემაზე მიდის მუშაობა. ქურთები სათადარიგო ვარიანტია. სათადარიგო ვარიანტია იმ დიდი ძალებისთვის. ცნობილია უკვე რუკები, სადაც რაზეც პრეტენზია აქვს რა ტერიტორიებზეც ქურთებს, ხოჩურის ჩვენ საზღვრებამდე მოდის. ყველაზე ძველ კი ბატონო, მთლიანი ყარსი მომავალ ქურთულ სახელმწიფოს უნდა ეკუთვნოდეს და ასე შემდეგ. მაგრამ ქურთული სახელმწიფოსთვის მხარის დაჭერა, თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რამდენ ქვეყანასთან შედიოდა კონფლიქტში, ხო, ეს იდეა. ნუ 4 რეგიონულ ყველა არათანაბარი ძალის, მაგრამ თურქეთი, სირია, ერაყი, ირანი. ხო. ნუ აქედან თურქეთი და ირანი ძალიან დიდი ძალის რეგიონული სახელმწიფოებია ახლა. სირიას და ერაყს კიდე მოუვლიდა ადამიანი, თუმცა დღემდე ვერ მოუარეს, ხო? დღემდე ვერ მოუარეს ვერც სირიას და ვერც ერაყს. იქ კიდე განვითარდება მოვლენები, ხო, შორის ზუსტად 2 დღის წინ 22-ში ივნისში აი უპრეცედენტო ამბავი მოხდა, რაც აი ძალიან დიდი ხანია სირიაში არ მოხდა, დამასკოში, ქალაქის შიგნით შევარდა ვიღაც შაჰიდის კამრით და თავი აიფეთქა. 20 ადამიანი გარდაცვლილია, კიდე რამდენიმე ათეული ადამიანი დაჭრილია და ამან ძალიან დიდი რეზონანსი ჰპოვა სირიის საზოგადოებაში, იმიტომ რომ
ჯერ ისედაც თითზე ჩამოსათვლელი ქრისტიანები, რომლებიც დარჩნენ სირიაში, იმათი გამოდევნაც ხდება. უკვე აიღო ერთ-ერთმა ორგანიზაციამ პასუხისმგებლობა, ერთი დღე დააგვიანეს, მაგრამ აიღეს პასუხისმგებლობა. ეს თავის ამფეთქებელი აღმოჩნდა ოფიციალური სირიის დღევანდელი შეიარაღებული ძალების წევრი, თავდაცვის სამინისტროსი და ეს თემები გაგრძელდება კიდე. ეს არ ჩაცხრება იქ. იმდენი პრობლემაა შექმნილი გეოგრაფიული, რელიგიურზე აღარც ვლაპარაკობ თავისთავად დაპირისპირებები გრანდიოზული დონის, რომ აქ მუდმივად ვიცხოვრებთ საინტერესო ეპოქაში ჩვენ ახლო აღმოსავლეთის გადამკიდე, არაბული სამყაროს გადამკიდე. ეს ამბები სულ იქნება, ყოველთვის იქნება. აი ამისთვისაც შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო და ჯერჯერობით ძალიან დიდი წარმატებით ართმევს თავს ისრაელი ამას. ბოლოსკენ მივდივართ, 5 წუთი გვაქვს დარჩენილი და მინდა აი თქვენი ასნაირად შეფასება და თუ გაქვთ რაღაცა წარმოდგენა ან ხედვა, როგორ შეიძლება და რა საფრთხეები შეიძლება საქართველოს მოელოდოს აი ამ მთელი კონფლიქტებისგან ახლო აღმოსავლეთში. მათ შორის ირანთან და არა მარტო ირანში. რუსული გამოთქმაა ესეთი дурной пример заразителен. ხო? ამან იმუშავა აი ამ გამოთქმამ ჩვენთან აქედან ჯიჰადში ჩასართვლად რამდენიმე ათეული ადამიანი იყო წასული. რომელთა ზუსტი რაოდენობა არავინ არ იცის. ყოველთვის ხაზს უსვამენ ხოლმე რომ 70 კაცი იყო წასული. მაგრამ სირიაში და ერაყში. მათ განცხადება დაწერეს და მიუთით ეს ანკეტაში რომ ჩვენ მივდივართ სირიაში და ერაყში საომრად. ვინ იცის რომ 70-ია წასული. რაიმეს ჩვენმა სპეცსამსახურებმა ჩააკითხეს და გადაამოწმეს იქ რომ ეს ხალხი იქ არის და ეს. იქნება 270 ადამიანია იქ წასული. იყო წასული. ბევრი განადგურდა კი ბატონო, რამდენიმე ძალიან ცნობილ მეომარზე ვიცით არის ინფორმაცია რომ ისინი განადგურდნენ იქ. კაცმა არ იცის. ეს საკმაოდ დიდი საფრთხეა. ნუ ხო ყველა საუბრობდა ამ ირან-ისრაელის კონფლიქტის დროს რომ ტოლვილების ნაკადი მოაწყდება საქართველოს და ასე შემდეგ. რატომღაც აი არ ვიცი რატომ, მაგრამ აი ამ კუთხით მე ძალიან პირადად მე ძალიან წყნარად ვიყავი არანაირი ნაკადი. ჟირინოვსკის განცხადება იყო წიასაბეთქულებასავით, გაიტაცეს. ხო, არავინ არ მოწყდომია. არც შეიძლებოდა რომ განვითარებულიყო რაღაც ისეთი მოვლენები ირანში, რომ იქიდან რაღაც მილიონობით ტოლვილი დაძრულიყო, გადმოეკვეთათ ჯერ აზერბაიჯანი, მერე ჯერ თქვათ მეორე მხრიდან სასომხეთი შემოჭრილიყვნენ ჩვენთან და ეს ამდენი ხალხი აქ დაბანაკდებოდა თუ ნუ მათ ყავთ თავის მეგობარი ქვეყანა, რუსეთი. შეეძლოთ დიდი წარმატებით რუსეთისკენ წასულიყვნენ, მაგრამ არ მოხდებოდა იქ არაფერი და არც მოხდა და მადლობა ღმერთს რომ ესეთი დიდი კატაკლიზმები იქ არ განვითარდებოდა. ამის წინააღმდეგი იყო ყველა, ჩვენ არ დაგვავიწყდეს რომ ერთი სულ ფიქრობდი ხომ არ დაარტყავენ ბუშერის ატომურ ცენტრს, რომელიც სპარსეთის ყურესთან იქვეა ეს. ხო არ დაარტყეს, არც დაარტყავდნენ, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ იქ რადიაციის გავრცელება, რაღაც რადიოაქტიული ფონი და რაღაცა სპარსეთის ყურის ქვეყნები ყველა აი ვინც იქ ცხოვრობს, ეს არის დაახლოებით იმ რეგიონში. დაახლოებით 70 მილიონი კაცი სასმელ წყლად ხმარობს ზღვის გამყინვარებულ წყალს. ისინი დარჩებოდნენ პრაქტიკულად წყლის გარეშე. ამას ირანს უკაცრავად ისრაელს არავინ არ აპატიებდა. და არც იმ ძალებს, ვინც ამას განახორციელებდა. იქ მოზომილი იყო ყველაფერი, რაზე შეიძლება დარტყმა, რაზე არ შეიძლება დარტყმა. აი იმ ატომური სადგურისთვის არ შეიძლებოდა დარტყმა. იქ საუბარი იყო რაღაც ორმუზის სრუტის გადაკეტვაზე, ნუ ესეც პირველი ვინ დაზარალდებოდა ამით, რა თქმა უნდა, ირანი დაზარალდებოდა პირველ რიგში. დაზარალდებოდა შემდეგ ჩინეთი დაზარალდებოდა, რატო წავიდოდა ხოლმე ირანი ამისთანა თვითმკვლელ ნაბიჯზე და არც წავიდა და ვერც წავიდოდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთია რაღაცის სურვილი, ირანის პარლამენტმა მიიღო დადგენილება. პარლამენტები ძალიან ხშირად იღებენ ისეთ დადგენილებას, არა მხოლოდ ირანში, რომელიც არ სრულდება უბრალოდ რაღაც ხალხის საჩვენებლად, რომ ჩვენ გადავკეტავთ ამას, დავარტყავთ ამას, ფეხს დაუდებთ იმას. ნუ მე რა მოხდა? აგერ ხო ნელ-ნელა
ძალიან დიდი ალბათობით ეს კონფლიქტი წამოვა დაწყნარებისკენ, მაგრამ ეს არ ჩაქრება, არასოდეს არ ჩაქრება, სანამ მოლების ხელისუფლება იქნება ირანში. იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი საფუძველია მათი. მხარდაჭერა პალესტინური მოძრაობის, მხარდაჭერა იმისი, რომ ალ-ყუდს, როგორც არაბები და როგორც მუსლიმები უწოდებენ ქალაქი იერუსალიმს, ეს უნდა დაუბრუნდეს ისლამს. აი ეს არის მათი ძალიან სერიოზული მისწრაფება. ისევე როგორც სხვა მიზნები, თუმცა ირანელებს ეხლა ანდალუსიის დაბრუნება არ სურთ, როგორც სუნიტებს. სუნიტებს ძალიან უნდათ მათი. სიმბოლოებს ატარებენ დღემდე ისინი, აი თავზე მოხოვული შავი რგოლები როა, ისინი მაგის ნიშანია ზუსტად ეგ გლოვის. ორმესი მადლობა. მადლობა. სამწუხაროდ დრო, ესე იგი თავისას შვება. შეზღუდული ვარ დროში და ყოველთვის საინტერესოა თქვენი მოსმენა. მადლობა. შევეცადე რა შეიძლება ნაკლებად ჩართულიყავი, იმიტომ რომ ისეთი ინფორმაციის მატარებელი ადამიანები ბრძანდებით, რომელიც საქართველოში ბევრმა უბრალოდ არ იცის. არ ვიცით ჩვენ უშუალოდ ჩვენი მეზობლები არ ვიცით უშუალოდ ეს ახლა აღმოსავლეთი აქვე არის და ევროპა არის ცოტა შორის ჩვენ გეოგრაფიულად ესე არის. და იმისთვის რომ რაღაცა ამ რეგიონთან ადეკვატური ქცევის ნორმები გქონდეს, უნდა ვიცოდეთ, მინიმუმ უნდა ვიცოდეთ ვინ არიან და რა სოფხედელობა აქვს. აუცილებელია. იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს გადაცემა. დაწერეთ კომენტარები, გქონდეს დისკუსია და თუ რა გაქვთ რამე შეკითხვა, დაწერეთ აუცილებლად ეს შეკითხვები, შევეცდებით გიპასუხოთ. მადლობა ყურადღებისთვის, მოვალ შეხვედრამდე.